თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის ქანდაკების გარშემო მოქალაქეებმა დუმარე ჯაჭვი შეკრეს, იქ სალომე ლაბაძე იმყოფება და უფრო მეტს ახლა ადგილიდან გვეტყვის. სალომე, რა ვითარება ახლა თავისუფლების მოედანზე, უფრო კონკრეტულად მოგვიყევ? კი ბატონო, ეს არის როგორც უკვე აღინიშნა მდუმარე აქცია, თუმცა ალბათ უსიტყვოდ და ერთი შეხედვითაც გასაგებია, რომ დღევანდელი შეკრების მთავარი ადრესატი არის მზია ამაღობელი, ახალმაყურებელი. კადრშიც დაინახავს ბანერებს, რომლებიც მოქალაქეებმა ამ აქციის მონაწილეებმა დაიჭირეს ხელში, იბრძოლეს სანამ გვიან არ არის და სილა რეჟიმს მაყურებლისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ეს სიტყვები სწორედ მზია ამაღობელს ეკუთვნის და მოქალაქეები, რომლებიც დღეს მოვიდნენ თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის ობელისკის გარშემო და შეკრეს მდუმარე ჯაჭვი, სწორედ ამ ფორმით გამოხატავენ მხარდაჭერას და სოლიდარობას რეჟიმის ტყვე ქალი ჟურნალისტის მისამართით, რომელსაც შეგახსენებთ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ და მოსამართლე ნინო ხელაშვილმა რამდენიმე დღის წინ ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. აქ საყურადღებო ისიც არის, რომ დღევანდელი აქციის ორგანიზატორი არის რეჟიმის კიდევ ერთი ქალი პატიმარი ნინო დათაშვილი, რომელმაც საკუთარ ბოლო სასამართლო სხდომაზე ითხოვა მოქალაქეებისგან, მისი მხარდამჭერებისგან და ყველა იმ ადამიანისგან, ვინც გულშემატკივრობს სინდისის პატიმრების თავისუფლებას, რომ ამ ფორმით გაგრძელდეს სწორედ სინდისის პატიმრების მხარდაჭერა და მათ შორის პირველი ეს აქცია უნდა მიეძღვნას ნინო დათაშვილის ინიციატივით, სწორედ მზია ამაღობელს. ჩვენ გავესაუბრებით ნინო კალანდიას, რომელიც ასევე შეიძლება ჩაითვალოს, რომ არის ამ აქციის ერთგვარი ორგანიზატორი. რა მნიშვნელობის არის დღევანდელი შეკრება და რატომ გადაწყდა, რომ სწორედ ამ ფორმით უნდა გამოგეხატათ სოლიდარობა მზია ამაღობელის მისამართით? ცოტა ხნის წინ ჩვენ დავდექით წრეზე ნინო დათაშვილის მხარდასაჭერად. როდესაც გადაწყვიტეს, რომ ფსიქიატრიული ექსპერტიზა უნდა ჩაეტარებინათ ნინოსთვის და მე თავად ნინომ ვთხოვა, რომ იგივე ტიპის მხარდამჭერი აქციები გაგვეკეთებინა სხვა პოლიტპატიმრებისთვისაც. დღეს მზიას მხარდამჭერი აქციაა და აქედან რა შეიძლება მზიას უთხრა გამარჯვება და რა შეიძლება მალე გარეთ გამოსვლა. ჩვენ გავაგრძელებთ ამ აქციების ასეთ მხარდასაჭერ აქციებს ყოველ კვირა თვითონ პოლიტპატიმრისთვის დავდგებით წრეზე და გამოუცხადებთ ამით სოლიდარობას და გამოვხატავთ პროტესტს იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რაც ამ ადამიანების თავს ხდება და რაც ზოგადად მთელი ქვეყნის თავს ხდება. მოისმინეთ ნინო კალანდიასგან, რომ ამ ფორმით სოლიდარობის გამოხატვა სინდისის პატიმრების მისამართით გაგრძელდება მომდევნო კვირების განმავლობაშიც და სხვადასხვა დროს მთავარ ადრესატად იქნება შერჩეული სინდისის სხვადასხვა პატიმარი. დღეს როგორც უკვე გითხარით, მზია ამაღობელია ამ მხარდაჭერის გზავნილის მთავარი ადრესატი და აქ იმყოფებიან არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ მათ შორის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც და რიგითი მოქალაქეები, რომლებიც გულშემატკივრობენ სინდისის პატიმრების თავისუფლებას. ნანა მალაშხია შეგვიძლია მოვუსმინოთ, რისი თქმა არის ახლა მნიშვნელოვანი მზია ამაღობელისთვის, რომელსაც ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა რეჟიმის სასამართლომ. ჩვენ კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ, რომ გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა რეჟიმის ტყვეების მიმართ. ეს არის აქცია, რომელიც იმართება ნინო დათაშვილის თხოვნით. მან პროცესზე გთხოვა, რომ გაგვემართა მზია ამაღლობელისადმი მიგვეძღვნა ეს აქცია. ასეც არის, რა თქმა უნდა, ეს სახელობით მზიასია, მაგრამ იგულისხმება რეჟიმის ყველა ტყვე. ჩვენ აქ ვდგავართ კიდევ ერთხელ, რომ ვამბობთ ხმამაღლა, რომ ვიბრძვით, სანამ გვიანი არ არის, ვიბრძვით, ვიბრძოლებთ და აუცილებლად გავათავისუფლებთ რეჟიმის ყველა ტყვეს და გავათავისუფლებთ ამ ქვეყანას ეთნიკურად ქართველი რუსებისაგან და გავიტანთ ამ უკანასკნელ რუსულ ნარჩენებს, რომელიც არის რუსული რეჟიმი და ქართული ოცნება. ისმეთ ბრძოლის გაგრძელების პირობას მოქალაქეებისგან, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ მზია ამაღობელს და სინდისის ყველა დანარჩენ პატიმარს. დღეს მხარდაჭერის ფორმატ კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ შერჩეულია მდუმარე ჯაჭვი, რომელიც მოქალაქეებმა შეკრეს თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის ობელისკის გარშემო. ისინი აქ უკვე დაახლოებით 1 საათია დგანან და როგორც თავადვე აღნიშნეს, ეს აქ დგომა არის მათ შორის სინდისის კიდევ ერთი პატიმრის ნინო დათაშვილის სურვილის შესრულება, რომელმაც ითხოვა მოქალაქეებისგან, რომ ამ ფორმით გაგრძელდეს სინდისის პატიმრების მხარდაჭერა. სავარაუდოა, რომ ყოველკვირეული სახე ექნება მოქალაქეების შეკრებას თავისუფლების მოედანზე და მდუმარე ჯაჭვის შეკვრით მათი მხრიდან სოლიდარობის გამოხატვა სინდისის პატიმრების მისამართით.